მზია ამაღლობელის ჯანმრთელობისთვის საფრთხე დღითი დღე იზრდება. ექიმების შეფასებით პატიმარი კრიზისულ ფაზას გადის. დღეს შიმშილობის მე-18 დღეა. რეჟიმს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ამაღლობელი. ეგრეთ წოდებულმა პრემიერ-მინისტრმა დღეს აქციის მონაწილეებსა და მედიას პოლიციის დახმარებით ერთდროულად არიდა თავი. დედაქალაქის მერი კი ისევ უკანონო პატიმარს დებდა ბრალს და მოქალაქეებზე მოძალადე მაღალჩინოსთან პოლიციელს იცავდა. სულ რაღაც 1 საათში კამერების სიახლოვეს ჩავლა ვეღარ გაბედა. მიზეზი კი მედიის პროტესტი გახდა, რომელიც მზია ამაღლობელის კოლეგებმა დე-ფაქტო პრემიერს სამთავრობო ღონისძიების მისამართზე დაახვედრეს. პასუხი ამჯერადაც დუმილი. შესასვლელ კარზე ბოქლომის დადება და პოლიციის სასწრაფო მობილიზაცია იყო. ეს ხმაური არ გაჩერდა. ყველას ვერ დაგვიჭერენ და ყველგან ვერ დაგვემალებიან. ძალიან ბოლო მომენტში გავიგეთ რომ მოდიოდა, იმიტომ რომ ყველაფერს ასაიდუმლოებენ, მაგრამ მაინც გავიგეთ, ასე გავიგეთ სხვა ლოკაციებზე და სადაც მივარ და ყველგან მივარ. არაფერი არ ჭრის, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება გადაიქცა შურის მაძიებლად და რამდენიც არ უნდა მშვიდობაო ეძახათ, ჩვენ თელმა საქართველომ დაინახა რომ მშვიდობა კი არა სინამდვილეში ომი გამოუცხადა საკუთარ მოსახლეობას. 18 დღეა აქ წარმოდგენილი გამოცემების და სტუდიების თანამშრომლები ვერ ვასრულებთ პროფესიულ მოვალეობას იძულებით. ვდგავართ ქუჩაში ტრანსპარენტებით და რუპორებით. ერთადერთი სათქმელი გვაქვს დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმრობიდან, შეწყდეს ის საქმე, რაც მის წინააღმდეგ არის აღზრული. და დაგვიკეტეს, ნახეთ რამხელა ბოქლომი დაადეს. ბოქლომი დაადეს, რომ შიგნით არ შევიდეთ ამ შიშარასთან, ამასთან. ქართული ოცნების პრემიერი არათუ პროტესტის რეჟიმში მყოფ მედიას შეხვდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ პოლიციის კორდონის დახმარებით ტერიტორია ისე დატოვა, ღონისძიებაზე დაპატიჟებულ ჟურნალისტებსაც კი არ მიეკარა და დაანონსებული ინტერვიუც გააუქმა. ჯანმრთელობისთვის აღარ ვლაპარაკობ, უკვე მის სიცოცხლისთვის არის ყოველი დღე თუ არა ყოველი საათი უკვე სახიფათო და ჩვენ ვითხოვთ რომ ელემენტარულად ჰუმანურობის გამო მაინც მივახციოთ იმას რომ ადამიანი არ მოუკლათ ციხეში, არ მოკლან ციხეში და რასაკვირველია პასუხისმგებლობა ყველაფერზე ემუქრება რეჟიმის. აქციის მონაწილეებს არც კახა კალაძე შეხვდა, რომელმაც მათთან იმის თქმა ვერ გაბედა, რაც ღონისძიებაზე დაპატიჟებულ მედიას განუცხადა, რომ პარტია მოშიმშილე ჟურნალისტისგან პატიების თხოვნას ელის. პოლიციელისთვის, რომელსაც პატიმარი ქალი გინებასა და ფურთხებაში ადანაშაულებს. ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი, მე მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გადაუხადო მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იცავს სახელმწიფოებრიობას, ვინც იცავს წესრიგს ქვეყანაში და არავის არ მიეცემა იმის უფლება. რომ გავაზე თავდამსხმელი სპეცრაზმელი რატომ არ არის დაკავებული? ბატონო კახა, მაკაჩიხლაძეზე და გიორგი შეწირულზე თავდამსხმელი ტიტუშკები რატომ არ არიან დასჯილები? რომ ქვეყანაში მოაწყოს რევოლუციები. ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებიდან ცხადია, მზია ამაღლობელისთვის განაჩენი გამოტანილი აქვთ. ძალადობაში დადანაშაულებულ ირაკლი დგებუაძეს კი დე-ფაქტო მთავრობის უპირობო მხარდაჭერა აქვს. ამ ვითარებაში პატიმარი ჟურნალისტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, რომელიც 18 დღეა შიმშილობს, პასუხისმგებლობას სახელმწიფო უწყებებს აკისრებენ უკვე ექიმებიც. ერთობლივ საგანგებო განცხადებას ხელს 15 სამედიცინო ასოციაცია აწერს. ექიმები ჯანდაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველს და უფლებადამცველ ორგანიზაციებს აფრთხილებენ, რომ მოშიმშილე ქალის ჯანმრთელობას დაუდევრობით ან გულგრილობით შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს. უფრო მეტი ინფორმაცია საჭირო მისი ჯანმრთელობის შესახებ. ინფორმაციის არარსებობა ბუნებრივია წარმოშობს და ქმნის თუნდაც ინტერპრეტაციის საფუძველს ან ასევე შეშფოთებას. აი რა აუცილებლობა ამ ადამიანის საპატიმროში ყოფნა, რამე მტკიცებულებას გადამალავს თუ რას იცავს. ნუ ამას უკვე მარტო ჩვენ არ ვფიქრობთ, ასე ფიქრობს თითქმის მთელი ცივილიზებული სამყარო და ასეთი გადაწყვეტილებები ისედაც საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას უკვე შელახულს, კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს. ექიმების განმარტებით, მრავალდღიანი შიმშილობის გამო პაციენტი კრიზისულ ვითარებაში შესაძლოა ნებისმიერ მომენტში აღმოჩნდეს. თავდაპირველად ვარ ეკოს რო აღარებულობდეს ყავს ეს საკითხი უკვე დიდი ხანი აღარ იქნებოდა განხილვისდება. პრობლემას მოხდებოდა ამ ძლიერ პაციენტად კლინიკაში, რომელსაც ძალიან დიდი რეაბილიტაცია დაჭირდა. ეხლა უკვე მაგ ზღვარზეა, მე რომ ვკითხოთ, უბრალოდ ეს
უნდა დაინახოს შესაბამისო ორგანოებმა და უნდა შეუწყონ ამ განთავისუფლებას ხელთ. მით უმეტეს, რომ მას არ ჩაუდენი ისეთი დანაშაული, რომელიც არ მეწინააღმდეგი ვარ ყველანაირი ძალადობის, მაგრამ არის სამართლიანობა და არის სამართალი უარის დამნაშავეები დადიან ქუჩაში. კვალიფიციური ექიმების კონსილიუმის შექმნისკენ მოუწოდებენ სახალხო დამცველს ფსიქოლოგებიც. ერთობლივი განცხადებით ისინი მზია ამაღლობელის გარდა თემურ ქათამაძის პატიმრობასაც ეხმაურებიან, რომელიც 13 დღეა შიმშილობით პატიმარ ჟურნალისტ სოლიდარობას უცხადებს. ჩვენ ეს შეგვიძლია მხოლოდ გავაკეთოთ, რომ მოვუწოდოთ, ვთხოვოთ სახალხო დამცველს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ლეგიტიმაცია, რომ შექმნას კონსილიუმი, შეიქმნა სამედიცინო კონსილიუმი და შეფასდეს ამ ადამიანის მდგომარეობა, ამ წუთას ჩვენი мотивация არის მხოლოდ ის, რომ მზია ამაღლობელი და თემურ ქათამაძე გადარჩნენ. ეს არის ყველაზე მთავარი მნიშვნელოვანი მათი სიცოცხლე. არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ ღირს შესაწირად და არ ყავს ადამიანები გასაწირი. მზია ამაღლობელის კოლეგები მისი გათავისუფლების გარდა ამ დრომდე უშედეგოდ მოითხოვენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მისთვის დაზარალებული სტატუსის მინიჭებას და ირაკლი დგებუაძისთვის უფლება მოსილების შეჩერებას. მიუხედავად იმისა, რომ დაპატიმრებული ჟურნალისტი ერთადერთი არ არის, ვინც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ძალადობაში ადანაშაულებს. აქციის სხვა მონაწილეებიც ყვებიან, როგორ უსწორდებოდა პოლიციის მიერ დაჭერილ და ხელებ გაკავებულ დემონსტრანტებს ფიზიკურად. ქართველი პატიმარი ჟურნალისტის ჯანმრთელობა მისი საქმე ყურადღების საგანი და შეშფოთების საკითხია საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მისმენთ განცხადებებს, ასევე ვკითხულობთ საგანგებოდ მომზადებულ მგზავნილებს, რომლის ადრესატი არის ქართული ოცნება. დღეს გაგაცნობთ მაგალითად ეუთოს წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც ქართული მხარისგან ითხოვს უპირობო გათავისუფლებას ქართველი პატიმარი ჟურნალისტის მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი ავრცელებს ამ განცხადებას. გარდა ამისა, ამავე შინაარსის განცხადებას ავრცელებს და მზიას გათავისუფლებას ითხოვს ნორვეგიის საგარეო უწყება. ეს განცხადება გავრცელდა დღეს. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ავრცელებს ასევე განცხადებას და ამ საქმეს უწოდებს და მზია ამაღლობელის პატიმრობას უსამართლოს და პოლიტიკურად მოტივირებულს და ასევე ცოტა ხნის წინ, დაახლოებით 1 საათის წინ გავრცელდა ინტერპარტიული განცხადება ქალი პოლიტიკოსების 300 ხელმომწერზეა საუბარი, რომლებიც მხარდაჭერას სოლიდარობას უცხადებენ მოშიმშილე პატიმარ ჟურნალისტს და ბიძინა ივანიშვილის გუნდს მოუწოდებენ, რომ პოლიტიკური ტყვე გაათავისუფლოს.